100-500 ადამიანს წირავთ ათიკაცის გამო, მათ უფლებებს რატო არ იცავთ, ბიჭო? რატო არ მიდიხართ იმ ხალხთან? და რატო მოგოგებთ ის ტოლბოტები და აქაც დავინახე მათი სახეები, ვინც კომენტარებს შეურაცხყოფას გვაყენებს, ვინც საერთოდ არ გვიცნობს, ბიჭო. ეგ არის თქვენი სახე რეალურად. რო ადამიანი წყობილობიდან გამოიყვანო. ხმაური და დაპირისპირება ჭიათურელი მაღაროელების აქციაზე პროფკავშირების წარმომადგენლების გამოჩენის შემდეგ დაიწყო. მათ პოლიციელებით გარშემორტყმული აქციის მონაწილეები რადიკალურ დაჯგუფებად მოიხსენიეს. მხარეებს შორის დიალოგი ვერ შედგა. პროფესიული კავშირების ხელმძღვანელი დამსაქმებელი კომპანიისა და დე-ფაქტო ხელისუფლების ნაცვლად შრომელებს დაუპირისპირდა. ეს არის პროფკავშირებიდან დაზარალებული. ეს არის ჭიათურიდან დედაქალაქში პროტესტის გასაგრძელებლად ჩამოსულმა მაღაროელებმა საკუთარი ხმის მიწუდენა იმ ორგანიზაციისთვის სცადეს, რომლის მთავარი მისია მშრომელთა უფლებების დაცვა. საპროტესტო აქციაც სწორედ პროფკავშირის ოფისთან გამართეს. უწყვეტი პროტესტის 28 დღეს მშრომელები ჯორჯან მანგანეზისგან სამთვიანი სახელფასო დავალიანების გასტუმრებასა და სახელმწიფოსგან პასუხისმგებლობის აღებას უშედეგოდ მოითხოვენ. მაღაროელები ამტკიცებენ, რომ სწორედ სახელმწიფომ უნდა დაფაროს შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დარჩენილი 3500-ზე მეტი მშრომელის საბანკო ვალდებულებები. ამასთან გაწყვიტოს ყოველგვარი შეთანხმება ჯორჯან მანგანესთან და სხვა საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიებთან. მე კარგი, ერთი რიგით დასაქმებული ვარ, ერთი რიგით წევრი ვარ და რატო არ შელით 3400 ადამიანს იქ? რატო არ უშელით? ჩადეთ ჭიათურაში მიხედეთ ხალხს. რატო გამხადეთ იცულებული რომ აქ ჩამოვსულიყავი? პირველ რიგში სამთვიანი ხელფასები არის, რომელიც არ დაურიცხია კომპანიას და უნდა დაერიცხოს სასწრაფოდ. მეორე უნდა მოხდეს აი იმ ბანკებზე სესხზე, რაც კი ვერ გადავიხადეთ და პროცენტებია დამატებული და ჯარიმები უნდა განოლდეს. მესამე, არანაირი ხელახალი ინვესტორი უნდა მოხდეს ნაციონალიზაცია, უნდა გადაიბაროს სახელმწიფომ, როგორც მაღაროები, მიწისქვეშა მოპოვებით სამუშაოები, ასევე ღია კარიერული წესით მოპოვება. მშრომელების მოთხოვნები გაუგებარი და მიუღებელია მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირისთვის. თეიმურა სურამელაშვილი ამტკიცებს, რომ მაღაროელების მოთხოვნების მხარდაჭერის შემთხვევაში ჯორჯან მანგანესთან დადებული კოლექტიური ხელშეკრულება დაირღვევა და რისკის ქვეშ დადგება მშრომელებისთვის კუთვნილი გასამრჯელოს გადახდის საკითხიც. ის მოთხოვნები, რაც ამ პატარა ჯგუფს აქვს და რასაც ხალხი არის მაღაროელების სამწუხაროდ აყოლილი, ახეთ არის წავიდეს კომპანია ჭიათურიდან, მათთან გვაქვს კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმებული. ამ კოლექტიურ ხელშეკრულებაში წერია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დამსაქმებლის გარეშე სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე თუ საწარმო გაჩერდა, 60%-ს მაინც იღებს დასაქმებული ხელფასის სახით. ჩვენი ამ მოთხოვნებში ჩართვა პირდაპირ გამოიწვევდა კოლექტიური ხელშეკრულების დარღვევას და ისინი მართლაც რომ წმინდად გავიდოდნენ უპრობლემოდ კოლექტიური ხელშეკრულებიდან და დასაქმებულებს აღარ მიეცემათ არც ის 60%. პროფკავშირებამდე თავიანთი მოთხოვნებით დაინტერესება მაღაროელებმა ოცნების ხელისუფლებას თხოვეს და მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაც გამართეს. თუმცა ივანიშვილის რეჟიმისგან გულგრილობის გარდა ამ დრომდე ვერაფერი მიიღეს. ჯორჯან მანგანესმა ჭიათურაში ღია კარიერული წესით მანგანუმის მოპოვების სამუშაოები იანვარში სრულად შეაჩერა. მას შემდეგ შიმშილისთვის განწირული ასობით ოჯახის ბედით არც კომპანია და არც ოცნების მთავრობა არ დაინტერესებულა.